პერიოდის განმავლობაში ჩვენ მრავალი ცრუ მოწმე დავინახეთ, ბუნებრივია შეცვლილი ჩვენებებით, შეცვლილი განწყობებით 6 წლის მერე გაახსენდა თურმე რომ გიორგი გახარია რაღაცა პროვოკაციულად მოქმედებდა. ამის მერე ორჯერ გამოუცხადეს ნდობა თურმე Deep State-ის დავალებით. ერთი ირაკლი კობახიძე რომ გამოდის და ამდენ საუბრობს Deep State-ზე, გვითხრა სახელი გვარი, ვინ არის Deep State-ი, ან რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელია და ერთი რამე მინდა იცოდეს იმ take note-ერმა ბახტაძის კლერკმა, რომელიც გადიოდა თურმე და ბლოკნოტებში რაღაცებს ინიშნავდა. 19 ივნისი ჩაინიშნოს. მის მიერ სრულ ჩვენების მიცემის დღე, რომლისთვისაც სამართლებრივ სახელმწიფოში, მე არ ვემუქრები მას, აუცილებლად აგებს ეს ადამიანი პასუხს. ეს არ არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენება, ანა. ეს არის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ჩვენება, რასაც ჩორჩანასთან მიმართებით აკეთებენ წარმოუდგენელ გიჟეს, როდესაც ბიბილოვის, სეპარატისტების და ოკუპანტი რუსების ფაქტობრივად ნარატივზე შეხედან. მაშინ, როდესაც ჩვენ 17 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა შეუნარჩუნეთ ამ ქვეყანას, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ანა წარმოიდგინეთ საგოშაგოს აგებით. ეს ადამიანები გვედავებიან მიწის ნაკვეთი თურმე დაკარგა გიორგი გახარიამ თავისი მმართველობის დროს. და ეს არის ძალიან სახიფათო ნარატივი. თქვენ იმდენ სიზამთ რუს და ოს სეპარატისტების ნარატივზე ისე დასწრებით, რომ სახელმწიფოს ინტერესებს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებთ და მე ვერ იმართლებთ თავს, რომ საგამოძიებო კომისიაზე ასე იყო, იმან დამავალა ამ ჩვენების მიცემა, აბა რამ ექნა, მე პატარა კაცი ვიყავი, მიშას დროსაც ვიყავი კლერკი და ეხაც კლერკი ვარ, ბევრი გვინახავს ასეთი ადამიანები. პირადად 2013 წლიდან პროკურატურაში მუშაობდი და ძალიან ბევრი მინახავს ესეთი ადამიანები.